პოპ სატანიზმი არის სინამდვილეში პარაზიტული ეგრეგორი. ვინაიდან ის იყენებს ქრისტიანულ სიმბოლოებს, მაგალითად ამოტრიალებულ ჯვარს, ბაფომეტს, როგორც ანტიქრისტეს, სხვადასხვა სიმბოლოებს, მისი ენერგეტიკული ბაზა მყარად არის მიბმული მემარჯვენე გზის რელიგიებზე. სატანისტი, რომელიც აპროტესტებს ქრისტიანობას და ზულს ქრისტიანობა, ქვეცნობიერად კვლავ კვებავს მის სტრუქტურას თავისი ნეგატიური ემოციებით. ის რჩება იმავე მონეტის მეორე მხარედ. რა შეიძლება ვთქვათ დემონოლატრიაზე, ანუ დემონოლატრიის არქაულ ავტონომიაზე. დემონოლატრია უერთდება ქრისტიანობამდელ პირველ წყარო, ეს არის შუმეური, აქადური, ქალდეური და გნოსტიკური ფენებიც აგრეთვე. როდესაც დემონოლატრი მიმართავს მაგალითად ლუციფერს, ის მას უკავშირებს რომაულ ფოსფოროსს ან ბერძნულ ეოსფოროსს, სინათლის მოდან პლანეტარულ ინტელექტს. როდესაც მიმართავს ასტაროტს, ის უკავშირდება ასტარტას ან იშტარს. ეს აძლევს პრაქტიკოს სუფთა დამოუკიდებელ ენერგეტიკულ არხს, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია იუდეო-ქრისტიანული მორალური თუ ენერგეტიკული ფილტრებისაგან. მიკროკოსმოსი და მაკროკოსმოსის რეზონანსი. სატანიზმის ფსიქოდრამატული შეზღუდვა რაში მდგომარეობს? სატანისტურ რიტუალში გამოიყენება უნივერსალური ატრიბუტები, შავი სანთლები, ბაფომეტის პენტაგრამა, ატამე და ასე შემდეგ. მაგიური მუშაობა სრულდება, როდესაც პრაქტიკოსი ემოციურად დაიცლება, ანუ განიცდის ეგრეთ წოდებულ კათარსის. ეს არის მიკროკოსმიური მუშაობა. ენერგია ტრიალებს მხოლოდ ადამიანის ფსიქიკის შიგნით და არ გადის გარეთ, მაკროკოსმოსში. მე შემიძლია ვთქვა, რომ დემონოლატრის მუშაობა არის როგორც ქირურგიული ინჟინერია, რადგან დემონოლატრია იყენებს სიგილების რეზონანსულ ფიზიკას და ენოქიანურ კლავიშებს. მოდით სიმბოლურად ვიაზროვნოთ. თითოეული დემონის სიგილი, ანუ ბეჭედი, არ არის უბრალოდ ნახატი. ის არის გეომეტრიული ანტენა, რომელიც გახსნილია კონკრეტულ კოსმიურ განზომილებაზე. პრაქტიკოსი იყენებს მიმართულ მიკრომაგიას. ის იწვევს დემონის ენერგიას თავის სხეულში, ანუ ინვოკაციას, ან გარემოში ევოკაციას, სპეციალური ფორმულებით. ეს გავს რადიომიმღების გასწორებას კონკრეტულ სიხში. შედეგად, მიზნის მიღწევა ხდება არა შთაგონებით, არამედ სამყაროს მატრიცის რეალური ტრანსფორმაციით, მაგის გარშემო. მესამე პუნქტი, რასაც მე გამოვყოფთ, ის არის ალქიმიური ტრანსმუტაცია, ანუ ჩრდილის ასიმილაცია. სატანიზმის იდენტობის სტაგნაცია. რაში მდგომარეობს? იმაში, რომ სატანიზმი ეუბნება ადამიანს, შენ უკვე სრულყოფილი ხარ, შენი ინსტინქტები კარგია, მიიღე ისინი. და ეს მიდგომა სწორედ ხშირად რომ ბლოკავს სულიერ ევოლუციას. პრაქტიკოსი რჩება თავის პირველადი ეგოს, ვნებების და ნარცისიზმის დონეზე. ის არ იცვლება. ის უბრალოდ ამართლებს თავის მანკიერებებს. რა ხდება დემონოლატრის სულში? ის განიცდის შინაგან ალქიმიას. დემონებთან მუშაობა არის უმკაცრესი შინაგანი, ჩავთვალოთ რომ ლაბორატორია. ყოველი დემონური ძალა არის ადამიანის ფსიქიკის კოლექტიური არაცნობიერების გარკვეული არქეტიპი. მასთან შეხვედრა მოითხოვს საკუთარი სიამაყის ნგრევას, ასე ვთქვათ მიწაზე დაშვებას. ლუციფერთან მუშაობა არის გონების აბსოლუტურ ილუმინაციას, ანუ განათლებასთან და ილუზიების სხვრევასთან დაკავშირებული. ასმოდეუსთან სექსუალური ენერგიის კუნდალინის ტრანსმუტაციას ძალიან მაღალ შემოქმედებით ძალად. შავი მაგის დამუშავება ოქროთ ქცევამდე. პრაქტიკოსი გადის სრულ ფსიქოსულიერ რეკონსტრუქციას, როდესაც ის ჩართულია დემონოლატრიის პროცესში. თუ ჩვენ შევხედავთ მემარცხენე გზის
უმაღლეს ეთიკას შედარების სახით. მაშინ სატანიზმი როგორც სოციალური რეაქციულობის სახით შეიძლება განვიხილოთ ისე, რომ სატანისტური მორალი ხშირად შემოიფარგლება სოციალური დარვინიზმით და ქრისტიანული მორალის უბრალო შებრუნებით, ჰედონიზმი, ეგოიზმი და ასე შემდეგ. ის არის ორიენტირებული იმაზე, თუ როგორ მოიპოვოს ადამიანმა უპირატესობა სოციუმში, სხვა ადამიანებზე დომინირებით. ეხლა შევხედოთ დემონოლატრის კოსმიურ სუვერენიტეტს. დემონოლატრიის ეთიკა გაცილებით მაღალია და ეფუძნება პატივისცემას, თვითდისციპლინას და ღირსებას. დემონები არ მოითმენენ ისტორიულ, სუსტ და ნარცისულ ადამიანებს. პრაქტიკოსი იძულებული და ვალდებულია იყოს ფსიქიკურად ძალიან მტკიცე, სიტყვის პატრონი და პასუხისმგებლიანი. დემონოლატრიაში პატივისცემა არის ორმხრივი ვალუტის ფორმა ჩათვალეთ. შენ პატივისცემ დემონის ინტელექტს, ხოლო ის პატივისცემს შენს ღვთაებრივ ნაბერძგალს და ნებისყოფას. ეს ზრდის პრაქტიკოსის როგორც დამოუკიდებელი კოსმიური ერთეულის სტატუსს. მეტაფიზიკური უსაფრთხოება და იზოლაციის პრევენცია. სატანიზმი და მარტოობა. ვინაიდან ათეისტი სატანისტი მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობა, კრიტიკულ, ექსტრემალურ, ენერგეტიკულ ან ფსიქოლოგიურ კრიზისში, ხომ, მაგალითად, სერიოზული ასტრალური თავდასხმის ან ფსიქიკური აფეთქების დროს. მისი სისტემა არის დაუცველი და მას არ გააჩნია გარე სულიერი ფარი, ანუ დამცავი რაღაც ქსელი ან ფილტრი. დემონოლატრიის კავშირების სისტემა ძალიან განსხვავებულია. დემონოლატრიაში არსებობს მფარველი დემონის, patron ან matron demon ცნება, რომელიც განისაზღვრება პრაქტიკოსის ასტროლოგიური რუკი, სტიქიით ან პირადი არჩევა. ეს კავშირი წლების განმავლობაში შენდება. კრიზისულ მომენტში დემონოლატრს ზურგს უკან უდგას კონკრეტული დემონური სახლის მთელი ძალაუფლება. პრაქტიკოსი დაცულია თავისი გიდების მიერ, რაც მას აძლევს მეტაფიზიკურ სტაბილურობას და უშიშრობას უმაღლესი მაგიური ექსპერიმენტების დროს, რომელიც არის ძალიან საშიში, როგორც მინიმუმ. მოდით დავფიქრდეთ ესხატოლოგიურ არქიტექტურაზე, ანუ სიკვდილის შემდგომ სტრატეგიაზე. სატანიზმის მოკლევადიანი ხედვა, ვიტყოდი მე. რადგან სატანიზმი არის რელიგია საფლავამდე. მისი ყველა პრინციპი მუშაობს მხოლოდ ფიზიკური სხეულის არსებობის პერიოდში. სიკვდილის შემდეგ მათი ფილოსოფია პასიურად ნებდება ბიოლოგიურ მკვდომას და არ გააჩნია ცნობიერების გადარჩენის მექანიზმი როგორც ასეთი. დემონოლატრიის ასტრალური უკვდავება არის ასეთი და მე ჩემგან გამომდინარე ვიცი. ეს არის სისტემების უმთავრესი უპირატესობა გამოცდილი ოკულტისტების თვალში. ანუ სიცოცხლეშივე დემონთა ენერგეტიკულ არხებთან მუშაობით პრაქტიკოსი ახდენს თავისი ნატიფი სხეულების, ანუ ასტრალური და მენტალური მატრიცის კრისტალიზაციას, ანუ წმენდას. მიზანი დემონოლატრის არის ასტრალური სუვერენიტეტი. და რას ნიშნავს ეს? სიკვდილის მომენტში, როდესაც ფიზიკური სხეული კვდება, დემონოლატრის ცნობიერება არ იშლება კოსმიურ ქაოსში და არ მიდის ბრმა რეინკარნაციაში, ან სადმე სხვაგან. იგი ინარჩუნებს თავის მეს, ინდივიდუალურ ნებას და შეგნებულად გადადის თავისი მფარველი დემონის განზომილებაში, რათა განაგრძოს არსებობა, როგორც უკვდავმა, დამოუკიდებელმა სულიერმა არსებამ. რომ შევაჯამოთ, სატანიზმი არის ფსიქო-სოციალური ფილოსოფია, რომელიც აძლიერებს ადამიანის მიწერ ეგოს, მიწერ საზოგადოებაში საცხოვრებლად. დემონოლატრია არის მაღალი ტექნოლოგიური ოკულტიზმი და მეტაფიზიკური სისტემა, რომელიც ადამიანს სოციალური ცხოვრებიდან კოსმიური ძალაუფლების და სულის მარადიული ავტონომიის დონეზე გადაიღო.